მოგესალმებით ბატონებო, მოგესალმებით და მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩემო ღირსებულო საზოგადოებო. ეს არის 98.5 რადიო და არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება და თქვენი მონამორჩილი ჯაპანა გახლავართ, ჩემო ბატონო. დღეს მე მყავს ისეთი საინტერესო სტუმარი, როგორ გითხრათ, ეხლა აი ჩემთვისაც რო საინტერესო იქნება, ამ კაც უკვე, არ ვიცი, 9 საუკუნეა უკვე ვიცნობ მე დაახლოებით რა და ხო, შეიძლება მეტიც ალბათ, ხო, ალბათ რა, მეტი, ალბათ 50 წლამდე არის რა. ხო და განსხვავება ჩვენში არის სულ რაღაცა 4-5 წელი მეტი არა ეხლა 64 საგერ მე გავხდი და 70 საგერ გამختარა სულ ეხლა ხანს ჩვენი გოგა ხაინდრავა. გოგა ხაინდრავა ჩვენი სტუმარი, ჩემო ბატონო, კინორეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი, ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში იყო და დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს აქტიურად არის უჩართული რა. და ეს ხა არაერთი ეპოქალური, ასე ვთქვათ, ისტორიული კადრების ავტორია და ეს ყველა კარგად ვიცით ჩვენ ეხლა პოლიტიკაში როგორ არის ეს კაცი ყველგან და ყველა ფერში ამის გვერდზე ვარ ყოველთვის ეგრე ოდიდიგანვე ეგრე უძველესია იურიული პერიოდიდან, მაგრამ ამაში არ არის საქმე რა არის იცით ბატონებო და ქალბატონებო, რომ რატომღაც ეს კაცი მე ვერავინ ვერ წარმომიდგინა საიდან მოდის რა, რატო არ დაინტერესდა საზოგადოების წევრები. შეიძლება იყო კიდე ეხა პირველი მე არა ვარ და თავს არ დავდებ, მაგრამ მინდა აბსოლუტურად სხვა კუთხით გავიცნოთ ეს ადამიანი რა. აი რაღაც საოცარი წინაპრების პატრონი, საოცარი წინაპრების პატრონი ეხა რომ დავიწყოთ იქიდან რომ ბატონი ივლიანეთი, უფროსი ივლიანეთი, რომელიც იყო საოცარი ადამიანი და ელემენტარულად იყო მეჯვარე ვერცინსკის, რომელიც არის ჩემი უსაყვარლესი პოეტი, ბარდი, მწერალი, მსახიობი, ნუ აღარ ლაპარაკობ ეხლა რა, აღფრთოვანებული ვარ საერთოდ ამ კაცით მე რა. ქართველი მეუღლე ყავდა. ქართველი წირღვავა, ესე იგი, ნუ ორივე შვილი მაგის მარიანა ნახევრად ქართველები. სუვა, ხური ხაინდრავა, ხუცილავა. მამა ჩემი იყო მეჯვარე. მამა ჩემი იყო მეჯვარე და ვინ ყავდა, იცი მეჯვარე? ლევან ხაინდრავა და ლევან დადიანი. კი ბატონო, მოდი იცი რას ვიტყვი გოგა, მოდი შევიხდი რა. აი ლეხაინდრავიდან დავიწყე. რომ ეს კაცი იყო ლეხაინდრავიდან. და შეც ლეხაინდრავიდან რა თუ არა შენ ეხა მაგრამ მოდი ჯერ ვთქვათ რომ იყო ბიზნესმენი, მეცენატი ყოფილა ეს კაცი. მე როგორ მოხვდა ამ შანხაიში. თან სწრაფად მინდა ეს ყველაფერი გავაკეთოთ, გოგა, იმიტომ რომ საოცარი გეგმები მაქვს, ვიცით ბატონებო და ქალბატონებო და დარჩით ჩვენთან რა, იმიტომ რომ საოცარ გეგმებს, აი საოცარ გეგმებს ბოლოს რაც შეიძლება მეტი დრო მიდა მოვიტოვო, რომ მარტო გოგა, ისედაც გოგა ილაპარაკებს ეხა მე ეს რაღაცა პრელუდიასავით, უვერტურასავით გამომივიდა, მაგრამ ეხლა ყველანაირად შევეცდები, რომ მე რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკო. მოკლედ გოგას უთმობთ დროს საინტერესო გეგმებით არის და წინაპრებზე უნდა ვილაპარაკოთ, ისე არ შეიძლება რა. დავიწყოთ ჩემო ბატონო ლეხავი და ბატონი ივლიანეთი ღმერთმა გაანათოს. უძველესი სოფელია რა და ძველი გვარიც არის. სენაკის რაიონის, კი ბატონო, ჩემი მეუღლე არის ნოსირიდან, ასე რომ შვილები ჩემი ნახევრად ცეცხლი. მარტვილის რაიონია, სენაკის არ არის. ეს ბეხაინდრო მარტვილის რაიონი და მე ვარ წარმოშობით. მარტვილის რაიონია, ხოლო სოფელი. ბაბუა ჩემი იყო 17 წლის, როდესაც ნუ ეხა აზნაურები, ამ სოფლის აზნაურები ვართ, ხაინდრავები და მაშინ ისეთი ეპოქა იყო, რომ პირველი განათლება სახლში და მე გაუშვეს ქუთაისში სასწავლებლად რა. 17 წლის. ხო და იქ ნაციონალურ ჯგუფს შეუერთდა და გენერალ-გუბერნატორი მოკლეს ქუთაისის. რუსი გენერალი. ხო, თვითონ პატარა იყო 17 წლის, ამიტომ 6 კაცი იყვნენ და ნუ მესამემ იმეებით იდგნენ, რა ქვია, ბომბებით და მესამემ ააფეთქა. ჩემი ბაბუა ჩემი სულ ბოლოში იდგა, როგორც ყველაზე პატარა, მაგრამ ნუ დაიჭირეს სულ ყველანი. 25 წელი კატორღა, ბაბუა ჩემს ის დახვრიტეს, ეს ორი, ვინც სათავეში ედგნენ ამ თემას. და გახლის არის ამ დროს პატარა 17 წლის. და ფეხით არის ჩასული ქუთაისიდან იმაში სახალინზე. წელიწად ნახევარი მიდიოდნენ რა, მაშინ ხო მატარებლები და ისინი არ ფეხით მიდიოდნენ რა, მიყავდა კანოი წელიწად ნახევარი წარმოიდგინე. ეტაპი რამე არის. ჩავიდა მე 12 წელიწადი იჯდა კატორღაში, სხვათა შორის ეს ის კატორღა, სადაც ჩეხოვი ექიმად იყო და სახალინი აქვს დაწერილი რომანი. რომანი კი დოკუმენტური ის აქვს, მოთხრობას ვერ დაუძახებ, დიდია, სახალინი ქვია რა. იქ აქ აღწერილი აი ამ ოსტროგში ქართველების ყოფა, კავკასიელების, რომლებიც ცალკე იყვნენ, ერთად იყვნენ, ერთ-ერთი ბაბუა ჩემია იქ. რა ეხა გვარი და სახელი არ არის ნახსენები, მაგრამ ნუ ეგ არის, იმიტომ რომ ეხა იმ ოსტროგში არის ზუსტად ის დრო არის, ზუსტად ის წლები, როცა ბაბუა ჩემი იჯდა. მერე იმის გარეშე, რუსეთის იმპერიაში ცხოვრების გარეშე გამოუშვეს და მიიყვანეს მდინარე ეგ
ჩინეთსა და რუსეთს რო ყოფს კრეს ციხლი და გადაუშვეს ჩინეთში. ესე მოხდა ხარბინში. ეს ბოლშევიკების შემოსვლა. არა, ეგ არის 900 პირველი წელი 900 პირველი 2 წელი, მაგრამ ხო იჯდა, დიდხანს არ იჯდა. 12 წელი იჯდა. ხო, მაგრამ ეს ბოლშევიკებს არ მოუსწია. არა, პიცებში უნდა გამოეშვათ ახლა მაგათი. არა, რუსეთის იმპერიის მოკლა და. რუსეთის იმპერიის დროს ხდება კაცო ჯერ კიდე სად არის ბოლშევიკები, როდის მოვლენ 1-20 წლის მერე მოვლენ. ხო და გადავიდა ხარბინში რა, ეხ წარმოიდგინე რა. ეხლა კი იყო უკვე მაგ დროისთვის 29 წლის რა, 30 წლის ბიჭი 12 წელი ნაჯდომის იმიდან რა ქვია სამეგრელოს რეგიონალური სოფლიდან. ხო და ნუ იქ შეხვდა გენერალ ხორვატი იყო ესეთი გენერალი, რომელიც იმისი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გამოიქცა რუსეთიდან და ცხოვრობდა ხარბინში, მთელი ოჯახი ამოუხოცეს. მე რომ მკითხო. მარტო ხელა კაცი იყო და დიდი ისენი ქონდა რა, კონცესიები ტყის და რაღაცეების რა და ბაბუაჩემი აიყვანა, მუშაობდა მასთან. რამდენიმე წელი და ის კაცი რო გარდაიცვალა, მარტო ხელა კაცი იყო, ეს საქმე დაუტოვა ბაბუაჩემს რა. ხო და ნუ აი მერე გააგრძელა ეს საქმიანობა ფეხზე ეხა ეს მანჯურია ძალიან მდიდარი მხარე იყო ძალიან რა და ნუ მერე ამ დროს ხდება რკინიგზის გაყვანა რა ეს არის ესე იგი ჩინეთის სახელმწიფოს ნაწილმა ჩინეთი დანაწილებული იყო 6 ნაწილად მაშინ ერთ-ერთი აი ამ შეუკვეთეს რუსებს რკინიგზა რუსებს ჭირდებოდა რკინიგზა იმიტომ რომ მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მატარებელი გადიოდა ხარბინი ჩინეთის ტერიტორიაზე შედიოდა და მე მიდიოდა ვლადივოსტოკში იმიტომ იქ მთებია და მთებზე ვერ გადადიოდა ამიტომ ჩინეთთან ხელშეკრულება დადეს რუსეთის იმპერიაზეა ლაპარაკი ხარბინი გახდა ცენტრი ამ რკინიგზის მშენებლობის და შენ წარმოიდგინე რამხელა რკინიგზაა საიდან სადმიდი ნახევარ სოფლიოს უნდა მოუვარო ვლადივოსტოკში მოხდე ხო და ნუ ძალიან მალე დაიწყო განვითარება იმ ხარემ რა და ხარბინი გახდა ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი ჩინეთში რა იქ ცხოვრობდნენ ყველა ერის წარმომადგენლები იყვნენ რა ნუ განსაკუთრებით რუსეთის იმპერიიდან წამოსულები 905 წლის მერე აი ეს მცდელობა რო იყო რევოლუციის პირველი იმის მერე ძალიან უამრავი ვინც გამოიქცა იქიდან ხარბინში ჩავიდნენ ცხოვრობდნენ ებრაელები გერმანელები რუსები სომხები აზერბაიჯანელები ჩეჩნები რა ვიცი ყველანი რუსეთის იმპერიიდან ძალიან ბევრი მაგრამ უცხოელებიც ძალიან ბევრი ამიტომ ესე იგი 908 წელს ბაბუაჩემმა იქ ჩამოაყალიბა ქართული სათვისტომო რომლის თავი იქიდან არის უკვე ვერტისკის მეუღლე ალბათ აქ ამბავ იქ შანხაი ვერტისკის მეორე შანხაია შანხაიში გადავალთ ესე იგი 908 წელს შეიქმნა ქართული სათვისტომო რომლის 25 წელი რომლის თავმჯდომარე იყო იმ სათვისტომოში იყო იმისი სასტუმრო გააკეთეს, ბიბლიოთეკა იყო ქართული და იყო დახმარების სალა, როდესაც აი ჩამოდიოდა ვიღაცა გამოქცეული საქართველოსდან, ნუ იქ დროებით აი ამ სასტუმროში ცხოვრობდა, სალაროდან ფულს აძლევდნენ, სანამ მოეწყობოდა, სანამ ფეხზე დადგებოდა და ასე შემდეგ და ნუ ამრავი სიკეთე აქ ამ სათვისტომოს ქართულ სათვისტომოს გაკეთებული ერთ რამეს გეტყვით მაგალითად ეხლა ხანს აღმოჩნდა ესა ეს უნივერსიტეტის საიუბილეო წლები რო იყო აღმოჩნდა რომ თავის დროზე ქართულმა სათვისტომომ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ აი ამ დასახმარებლად ორჯერ გამოაგზავნა ფული ერთხელ 15000 მანეთი რუსული მაშინდელი ნუ მაშინ იმპერია მაშინდელი ფული მეორედ 9800 და რო გადავიტანეთ ეხლანდელ იმაზე რა აღმოჩნდა რომ ეს არის $250000 გამოგზავნილი უნივერსიტეტის დასახმარებლად და ამის საბუთები არსებობს რა. მე პირდაპირ იმაში მოხსენიებულია ბაბუაჩემის ხელმოწერით არის ეს ბაბუაჩემი ძალიან დიდი. და ეს უკვე რო კეთდება შანხაიში და ყველაფერი ეს უკვე რა პერიოდია? ჩვენთან ბოლშევიკები არიან უკვე? არა, ჯერ 18 წელია უნივერსიტეტი მაშინ დაიწყო. მენშევიკები არიან ჯერჯერობით დამოუკიდებელი საქართველოს, როდესაც ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტს რა. ხო და ისა რა ქვია ბოლშევიკები ჯერ არ არიან და ეს არის ხარბინ ბაბუაჩემი ხარბინში იყო და რუსეთში არიან უკვე რა რუსეთში არიან კი რევოლუცია მოხდა ჩვენმეცის კი რუსეთში არის საქართველოს დამოუკიდებელია და სახში მიკიდია რა ესე იგი შორეული აღმოსავლეთის მანჯურიის და ხარბინის ქართველების ყრილობა რომელიც ესალმება დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებას რესპუბლიკის და დიდის მილოცვებით დახმარების ამით და კრების თავმჯდომარე ივლიანი ხაინდრავა.
საფლავი თუ შეიძლება ბიჭებო გვანახეთ ეს მე ვნახოთ ამას გაჩი ხო ეს ძალიან საინტერესოა წარმოიდგინე 85 წლის წინ გარდაიცვალა ბაბუაჩემი მოვლილია ბაბუაჩემი გარდაიცვალა ხარბინში 85 წლის წინ 75 წლის წინ იქიდან წამოვიდა მამაჩემი ბიძაჩემი და ბებიაჩემი ეს საფლავი არის 75 წელი ამ საფლავს პატრონი არ აყავს თქვენ წარმოიდგინე როგორ პატივს უნდა ცემდნენ და რა ხალხია ჩინელები და რას ნიშნავს ჩინელებისთვის ტრადიცია რომ აი ეს არის შარშან გადაღებული კადრი. მომვლელი არის ჩინელი, ჩინელები უვლიან. იქ არავინ სხვა არ არის. პატარა ეკლესია არის იქვე, სადაც ასე ვთქვათ, დღესასწაულებზე ჩინელი მღვდელი მოდის და მაქვს ეს კადრები, სადაც ასე ვთქვათ ის იმას პარაკლის აღავლენს. ეს არის დამოკიდებულება ქართველებისადმი. ქართველებს აქვს ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. უკან კიდე არის ჯვრები, აი ეს ქართველების საფლავები, აი გამრეკელია, აი ეს უკან, აი ეს თეთრი ჯვარი გამრეკელია. ვინმე. და მე რო ვიყავი ხარბინში შარშან, ხო, ძალიან ისეთ დონეზე გუბერნატორთან მქონდა შეხვედრა და ჩვენი ელჩი იყო კალანდი, არჩილ კალანდი, ახლა თურქეთშია ელჩი, საოცარი კაცი რა, წინვალე ჩინურის მცოდნე და საერთოდ. ჩვენ ვიყავით ერთად ხარბინის არქივში. სადაც გვითხრეს რომ შეიქმნა რას ნიშნავს დაინტერესება ჩინეთის სახელმწიფოსი საქართველოს სახელმწიფოთი დღეს. გაიხსნა განყოფილება, რომელიც სწავლობს ქართველი ემიგრანტების ისტორიებს და გამომიტანეს 25 кейსი, უკვე დამუშავებული. და მთელი განყოფილება, რომელიც მუშაობს ქართველებზე ჩინეთში, აი იმ დროიდან მოყოლებული. და რომ ეს კადრებიც მაქვს ვიდეოზე გადაღებული რა ჩემი ის იღებდა ესაელჩოს წარმომადგენელი იღებდა აი ეს რომ დამიდეს ეს ისენი რა ქვია რომ გადავხსენი პირველი იყო ირაკლი იონათამიშვილი ჩემი დის ნათლია მამაჩემის ძმაკაცი მეგობარი რომელნი ერთად გაიზარდნენ სკოლაში ერთად სწავლობდნენ და მე ერთად წამოვიდნენ საქართველოში ეგენი ყველანი საქართველოში მოდიოდნენ სამშობლოში ბრუნდებოდნენ ეხლა თან ახალი დამთავრებული იყო ომი ეს ტრიუმფალური გამარჯვება საბჭოთა კავშირის სტალინის სათავეში იქ ნახევარზე მეტი მთავრობა ქართველები ამათ ეგონათ რომ აი საქართველო ყვავის რა ეს იქიდან წარმოიდგინე ფილმები რაღაცეები იქიდან და ვერ კი მოდიოდა ხმები იქიდან რომ რეპრესიები და რამე მაგრამ ეხლა ეგეთი ხმები ყველა მხრიდან მოდიოდა ნუ არა სამშობლო იქ იყო და სამშობლოში ბრუნდებოდნენ და დაბრუნდნენ კიდეც აქა და ნუ ეგ დაბრუნდნენ თუ არა ბებია ქალბატონი ვინ იყო იულიადეს ბებია ჩემი იყო პოლონელი ძალიან დიდგვაროვანი ქალბატონი რა და ძალიან ეხლა წარმოიდგინე სანამ მოიკატორღა სანამ ფეხზე დადგა ბაბუაჩემ 22 წლით უფროსი იყო ბებიაჩემზე რა უკვე ესე იყო ვერტის კიცეგრე იყო ხო ასაკში იყო რა ბებიაჩემი ახალგაზრდა გოგო იყო 20 წლის გოგო 22 წლის გოგო მოიყვანა ცოლად რა ხო ძალიან ისეთი გვარის წარმომადგენელი და რამდენი შვილი ყავდა გოგო? სამი შვილი ყავდა ხო და ესე იგი ერთი გოგოც ყავდა იქა რომელიც ნუ ის კანონიერი ცოლი არ იყო მაგრამ ის მოკდათ ის პირველი ცოლი ვერ მოასწრეს იქ და ესე რა ქვია იმითი რომ ქვია ტიპით პირველი ცოლი და შვილი გარდაეცვალა და სხვათა შორის დასაფლავებული ერთად არიან აჰა იქა რა ის გოგო მისი პირველი უფროსი შვილი და თვითონ ერთ საფლავში არიან დასაფლავებული ბებიაჩემმა და ერთად დაასაფლავა ის საფლავი სადაც იყო პირველი შვილი სხვა მეუღლისგან არა ნუ ეხა შვილი იყო რა ჩემ მამ ბაბუაჩემის უყვარდა ძალიან და გაანათო ხო და ეგ არის და მე ესე იგი ამ ხარბინში იმის ეს ხარბინი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ხო გეუბნები მთელი ამ რკინიგზის მშენებლობის ბანკიც იქ იყო ეს მართველობაც იქ იყო ყველაფერი და ყველა თითქმის სათვისტომოები იყო ებრაული სათვისტომო იყო იქ რუსული სათვისტომო იყო და შემდეგ და ასე ჩეჩნური სათვისტომო იყო და დაღესტნელების უფრო და მამა ეხა მამა იქ დაიბადა 116 წელს დაიბადა იქა ყაზახეთში იყო გადასახლებაში მე დავიბადე ყაზახეთში მე ესე იგი სკოლა რო დაამთავრა ხარბინში დაამთავრა სკოლა წავიდა შანხაიში ფრანგულ უნივერსიტეტში აბარა და იქ სწავლობდა
იქ დაამთავრა, ესე იგი, ფრანგული უნივერსიტეტი, დაიწყო მუშაობა. ივლიანის ყაზახეთში დაიბადა? ივლიანი არა, ივლიანი აქ დაიბადა. ივლიანი უფროსი ხო არის ივლიანი? ჩემზე 5 წელი. დედაჩემი იყო 7 თვის ორსული, მამაჩემი რო დაიჭირეს. და წლინახევრის იყო ივლიანი, წლინახევრის მერე ჩააკითხა დედაჩემმა, როდესაც უკვე ყაზახეთში ჯერ სანამ უშიშროებაში იჯდა თითქმის წელიწადი, მერე სანამ ციხეებში იქით-აქეთ და რო გადაასა უკვე რო ყაზახეთში რო გადაასახლეს იქ ჯანდაბაში, ციხეში ჯდომა ერჩივნა იქ სადაც გადაასახლეს, ერთი ჭა იყო წარმოიდგინე 300 კილომეტრის რადიუსში დასახლება არ იყო საერთოდ. დედაჩემმა ჩააკითხა იქა რა. მაგა გადაარჩინა მამაჩემი თო 33 კილო იყო მამაჩემი ჩემი ტონეს ჩემი სიმაღლის ხო გაბარიტების კაცი იყო დედაჩემი რო ჩავიდა 23 წლის 33 კილოს იწონიდა გამხდარი და დედაჩემა გადაარჩინა მისმა ჩასვლამ რა ხო და მე უკვე ასე ვთქვათ იქაური გადასახლების შვილი ვარ რა ხო და მამაჩემი წავიდა აი ეს ისტორია რა შენ თქვი ამ ვერტინსკისთან დაკავშირებით ეს უკვე შანხაის ისტორიაა რა ეს უკვე ომამდე პერიოდია და ომის პერიოდი იმიტომ რომ 33 წელს იაპონელებმა დაიპყრეს ჩინეთი მანჯურია შემოვიდნენ ხარბინში აიღეს ხარბინი ბაბუაჩემი გააკოტრეს ვერ დაიჭირეს იმიტომ რომ საოცარი ისტორია ქონდა ამ კაცს 1926 წელს იაპონიაში იყო ძალიან დიდი მიწისძვრა იაპონიაშიც ქონდა რამაც გამოიწვია ცუნამი აი პირველი ცუნამი გადაღებული კადრები რო შავ-თეთრი რო არსებობს ეგ იაპონიაში 1926 წელს არის გადაღებული ეს კადრები დაანგრია იაპონია მიწისძვრამ და წყალდიდობამ და ბაბუაჩემმა ჩამოაყალიბა კომიტეტი იმ იაპონიის დახმარების ხარბინში და ნუ იქ ძალიან დიდარი ხალხი ცხოვრობდა, ფული თვითონაც ძალიან დიდი თანხა გაიღო და შვებმაც გაიღეს და გააგზავნეს ორი მატარებელი იქ თავისი, რა ვიცი, რაც შესაძლებელი იყო რა, მაშინ რაც სჭირდებოდა დასახმარებლად. და 6 თვეში ესე იგი იაპონიის იმპერატორმა დააჯილდოვა ხიროხიტოს ორდენით რა. ეს იყო ყველაზე დიდი ორდენი, რომელიც იაპონიის იმპერიაში შეიძლება ყოფილიყო, გამოსახული იყო თვითონ იმპერატორი. არც ერთ იაპონელს არ ჰქონდა უფლება შეეხედა ბაბუაჩემისთვის, როდესაც ის ჯილდო ეკეთა რა. დაბლოულო იყო. ხო, იმპერატორის შეხედვის იმიტომ იყო თუ გახსოვს, მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა, ამერიკელებმა ომი რო მოუგეს, იაპონელებს რა ქნეს, იცი? მაგრამ მარტო იმპერატორისთვის, იმპერატორის ცხენისთვისაც არ ჰქონდათ უფლება შეხედვის იაპონელებს და ჯარისკაცი დასვეს მის ცხენზე და ეს სურათი იმად გააკეთეს და გაავრცელეს თელ მსოფლიოში. ნუ ამით შეურაცხყოფა მიაყენეს რა. დამარცხებულს, ხო და ბაბუაჩემის დასაპატიმრებლად მოვიდნენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეწილე, ვთქვათ, ბანკში და იმაში, რა ქვია, აი ამ ხეტყის კონცესიებში და მერე მდინარეებზე გემების ის ჰქონდა ძალიან დიდარი კაცი იყო, ძალიან ისეთი. ორი სახლია გაშენებული ხარბინის ცენტრში. გრუზინსკაია ერქვა იმ ქუჩას რა, თავის დრო. ეს ხლაც დგას ის ორივე სახლი, ორივეში ვარ ნამყოფი. აი, მაშინ აშენებული რა, სადაც ჩვენები ცხოვრობდნენ რა. ხო და მეორე სახლს აკირავებდნენ. ხო და რომ მოვიდნენ ბაბუაჩემის დასაპატიმრებლად 5 კაცი, 2 სამხედრო, მამაჩემი ყვება დაწერილი აქ რა. 2 სამხედრო, 3 ისე ჩაცმული რამე, მაშინ პალაშებით ესე იჯდნენო და ბაბუაჩემთან შევედიო და უთხარიო რომ აი ესე მოვიდნენ იაპონელებია და უთხრა რომ 1-5 წუთი გაართე და გამოვალო და ცოტა რაღაცა დრო გავიდა არ გამოდისო რა და ესენი ადნენ უკვე ერთი პანჯარასთან დადგაო ერთი კარებშიო ერთი იქითო აერთა და ცოტა ხანში ხედავ უკან იყო კარებიო ამ კაბინეტის სადაც იქვე ეძინა რა კაბინეტში უკვე ხან შესული ხო კარი გაიღო მესმის რომ კარი გაიღო და უცებ დავინა შევხედეო ამა თუ და უცებ წამოხტნენო ხუთივენიო თავები დაღუნესო ეს ჩესტი აი ეს ზუკან პრიშლი ზასვიდეტესტობა აიო პაჩტენია და ეს წავდა გავგიშტიმეო და გამოვიდა თურმე იმას ეძებდა იმიტომ და აქვიან სად იმ მედალმა გადაარჩინა მაგრამ გააკოტრეს მაინც რა აჰა და როგორ ხდება მე და ბაბუაჩემი 38-ში ბაბუაჩემი გარდაიცვალა ბები და მამაჩემა ბიძაჩემი და დედაჩემი თვითონ წაიყვანა შანხაიში
უკვე იქ ცხოვრობდნენ, მე ომი იყო იქა და 47-ში დაბრუნდა როგორც მეუღლის მამა. 48-ში ბოლოს. და მაინც გადაასახლეს, კი, 48. მაშინ კიდე ისე იყო. არა, 53 წლამდე სანამ სტალინი არ მოკვდა, მიდიოდა კაცო რეპრესიებში. და რატო გამოუშვეს 40 ესე იგი კიდე გადასახლებული ყავდა შენ 56-იანი ხარ, ხო? 15-იანი. ხო, 15-იანი და რატო ხრუშოვის რაღაც მე იგი 6 წელი 6 წელი. ნუ ხრუშოვის დროს არის 56 წელი რა, 20 წელი. იმიტომ გამოუშვეს, აბა ვინ გამოუშვებდა 25 წელი მიუსაჯეს კაცო. ვინ გამოუშვება 6 წელი ვიყავით, იყო მამაჩემი, მამაჩემი 7 თითქმის. დაბრუნდი თბილისში და თბილისში გარდაიცვალა უკვე მამა მერე გარდაიცვალა კაცო. ხო და მერე ეს შანხაი ეს პერიოდია, როდესაც ვერტენსკი ჩამოვიდა იქა. იქ ნუ ექტელი ბოგემა იყო რა იქა და ყველა საინტერესოა რომ ქართველებთან ისეთი ურთიერთობა ქართველი მოიყვანა ცოლად წარმოიდგინე და მე მეჯვარე ორივე ქართველი ყავდა ეს ლევან დადიანი მამაჩემის მაკაცი მე სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა ჩამოვიდა მახსოვს აქ საბჭოთა კავშირში რა ჩვენთან სახლში იყო თავის ცოლთან ერთად ულამაზი ცოლი ყავდა რა მაგარი კაცი იყო ლევანი ხო და აი ეგეთი ისტორია იყო რა მე მაგანათუს პატისული ცოტა დრო გოგა იმდენი რამე გაქვს სათქმელი და მოსაყოლი რომ გაგვირბის დრო და ეხლა უნდა შენი ახალგაზრდობა მინდა თქვა მოკლედ რომ თქვა გეოლოგიურზე ჩაგიბარებია ჯერ სკოლაში როგორ სწავლობდი კაი ნიშნები ყავდა ყალთაბანდობდი ყაჩაღობდი ალბათ ყაჩაღობით არა მამაც არა რთული დრო იყო მაშინ არჩევანი იყო ან ქუჩა ან კომკავშირი რაღაც მაგარი კლასელები ყავდათ პატარკაცუშვილი ბადრი რაღაც არა ბადრი ზურიკო ბიბილეიშვილი ირაკლი სუთიძე ირაკლი არის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი მე-20 საუკუნის საქართველოში და საერთოდ შეიძლება საერთოდ ერთ-ერთი რა და არა კაკაჩათ ამაზა კაკაძე რა ვინ არსავს ძალიან მაგარი პირველი სკოლა მაგარი სკოლა ასწავლებლები კარგი იცოდნენ ძალიან რა ხო გეუბნები და ნუ სკოლაც მაგარი იყო და მე რო გადავედი მე ეხა გეტყვი მე რო გადავედი ერთ-ერთ სკოლაში არ დავასახელებ აქ ვიყავი სამები ნუ რამდენიმე 4 მყავდა 5-იც მყავდა მაგრამ საშუალოზე დაბალ მოსწავლედ თვითლებოდი და იქ ვიყავი ვარსკვლავი იმ სკოლაში სადაც გამაგდეს მე გაკვეთილებს ვეხსნიდი ისტორიის და გეოგრაფიის არ პირველი სკოლა საოცარი სკოლა იყო რა საოცარი ხო და კალათბურთს თამაშობდი კალათბურთს თამაშობდი სპორტული კალათბურთს თამაშობდი კი მაგრად თამაშობდი ჩააბარე გეოლოგია საქართველოს კი მე არ ჩავაბარე კაც სპარტაკიადა იყო იმ წელს ვინ ჩააბარა სპორტული სიებით სპორტული სიებით გეოლოგიაზე არა მაშინ გეოლოგია ერთ დღეში 3-4 გამოსთა ჩავაბარეთ ჯერ ამ ოთახში შეგვიყვანეს გადაგვაწერინეს რაღაცა მე იმ ოთახში და წავედით პირდაპირ შეჯიბრებაზე და იქ მომწერეს რომ მოვეწყე გპ-ში გეოლოგიურ ფაკულტეტზე რა აჰა თეთრი გეოლოგიური ფაკულტეტი იგი რა მე კარგი იყო იმიტომ რომ არა ძალიან მაგარი ფაკულტეტი იყო მესამე გოჟამა კეგეთი არა მესამე კორპუსი იქ ფეხბურთის მოედანი რამე თან კაი ბიჭები კაი ბიჭები სწავლობდნენ ძალიან და არა სამშენებლოს არქიტექტურას არ ეხებოდა ესენი პირველ კორპუსში იყო ჩვენ მესამე მესამეში იყავით მახსოვს კაცო ხო ადმინისტრაციულთან იქ ჩემ დროსაც კაი ბიჭები სწავლობდნენ კი არა გპ-ში კაი ბიჭები კაი ინსტიტუტი იყო ყოველთვის არა ეგ ფაკულტეტი განსაკუთრებით გეოლოგიური მე რა არის იცი დამაინტერესებდა საინტერესო თემა იყო რა ეს გეოლოგია მე გამიტაცა მაგრამ და ეხლა გეოლოგიურ პარტიაში 3 წელი თითქმის სვანეთში ვიყავ მთელი საქართველოს მოვლილი მაქვს მთელი საქართველოსი მაშინ ეხლა დასაწყისში ისე ვერ ხედავდი მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა რა და მაგან აი ამ გეოლოგიურ პარტიაში ყოფნამ გადამაწყვეტინა კინო იმიტომ რომ მახსოვს იმაში კირარი არის ეგეთი რა სვანეთში რა ხო და იქ ვიყავით რა ორნი ვიყავით იმაში ცხოვრობდით რა იმ სადღაც ზემოთ და ნუ ისეთი რამეები ვნახე, ისეთი სილამაზე, ის წარმოუდგენელი რამე მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, ყინვარები გარშემო, მთები, ხან წვიმა, ხან ნისლი, ხან ისა რომ აი წარმოუდგენელი სილამაზე იყო და ესე ვიწექი მამაჩემს, მაშინ მე კონკრეტულად ოპერატორობა გადაგაკეთე. გითხრა მეორე ინფარქტი ჰქონდა მამაჩემს რა, იმ დროს რა. და ვიწექი და ფიქრობდი იქ რომ მეთქი ეს მამაჩემი ხო აქ ვერასოდეს ვერ ამოვა. მარტო მამაჩემი კი არა, უამრავი ხალხი ამას ვერასოდეს ვერ ნახავს და მეთქი უნდა ვისწავლო გადაღება რა. ეს უნდა მეთქი ვანახო ხალხს, იმიტომ წარმოუდგენელი სილამაზე იყო 2 კვირა თუ 3 კვირა ვიყავით
ნუ აი ვერ აგიწერ ისეთი რამ და ჩამოვედი იქიდან და ჩავაბარე თეატრალურ სვიჩი და ეხლა რაღაცე აი როგორ გადავედი თან ეხლა პროდიუსერის მაგას მეუბნება რომ ესე იგი აღარ დავრჩება იმ საინტერესო ამბისთვის რომ იმ საინტერესო ამბისთვის და ესე იგი იქვე ალბათ მეუღრეს მარიკაც არაჩვეულებრივი ჭიჭიდაძე არაჩვეულებრივი გივი ჭიჭიდაძე მინდა ვახშენო ღმერთმა გაანათოს იმის ლექსებზე ვარ გაზრდილი მთელი ბავშვი მე სულ გემდე ჯაპან მაგის საფლავზე მიდიან დაბადების ბატონო არაჩვეულებრივი კაცი მაგის ლექსებს კითხულობენ კარგად მახსოვს თან მე მსახიობი დათუნია დრუნჩას არა ასლაბარაკობა 1 და 2 კაცო ივი მაგარი კაცი ძალიან მაგარი კაცი იყო და აი ბაპატიე თუ ამაზე დრო არ გშება და თან მინდოდა ყველაფერზე ეგეთ კაც არ შეხვედრი ვარ მე რომ ეგეთ წესიერ პატრიოტსა და კეთილშობილ ადამიანს მე ცხოვრებაში არ შეხვედრი ვარ როგორც ხო ეხლა შენ იმდენი რამე გაკეთებული კინოში ეხლა დოკუმენტები 9 აპრილი ამაზე ეხლა წარმოვიდგინე ისეთი პატარა დრო მაქვს 9 აპრილზე რომ შენ თან ვერ ვილაპარაკებ ისეთი საინტერესო თემები გაქვს ეხლა იმიტომ რომ რაღაც აი გასაგებია ყველამ ვიცით რომ 9 აპრილი ეხლა ჩემო ბატონო ეს რო არა საერთოდ გვექნებოდა კადრები ალბათ თითოეულოდა რა მაგრამ მე უნდა ეხლა ვალდებული ცვა რომ გადავიდე იმიტომ რომ ეხლა შენ აპირებ ახალი ფილმის გადაღებას ეს როგორ აი მოდი ამასთან დაკავშირებით რა საოცარი ამბავია საერთოდ მოგიჩი შენ პირადად მოგა იმიტომ რომ ვერ ვახერხებ ეხლა იმიტომ რომ ისე საინტერესო თემა უნდა მოყო ეხლა შენ რომ ეს იცი როგორი რამე ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე რა ყველაფერი კანონზომიერია რა მინდა გითხრა რომ შარშან 70 წლის გავხდი და უწმინდესთან დამპატიჟა თავისთან იქ ჯვარზე რეზიდენციაში უკვე ძალიან სუსტად იყო ძალიან მაგრამ ჩვენ მთელი 10 წელი გავატარეთ ერთად პირველი წლები 91 წლიდან მოყოლებული რაც ჩავაბარე თეატრალურში 91-ში ჩავაბარე 99 აპრილის კადრები და მე უკვე ეს სამოქალაქო ომი აფხაზეთში წასვლა მომიწია და ბუნებრივია რომ მანამდე სუმეთ ძალიან ბევრი რამემა გადაღებული არქივი და ნუ აი მამასავით იყო ჩემთვის და მით უმეტეს მამა როგორ დამეცვალა ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დამპატიჟე ღვთისმშობლის ხატი მაჩუკა ივერის ღვთისმშობლის და რაღაცები იჯდა მე მუხლებზე ვიდექი და გავახსენე აჭარა იყო 98 წელში ნათლობა იყო 5000 კაცი რაღაც წარმოუდგენელი გური საზღვარზე გურულები შეხვდნენ ცხენები მუხმოდ აი სასწაულები 5000 კაცი მოინათლა ერთ დღეს და მე ხალთაში გაიხსნა საეპისკოპოსო დღეს და სემინარი და მთელი ამბავი იყო ეხა ცალკე ისტორია ამას ერთი გადაცემა უნდა ხო და ესენი გავიხსენდა ყველა მე უთხარი რომ მეთქი აი ხავთ ხო რა თქვენ გაქვთ მე მგონი ეს კადრი რა კი ბატონო იმაში რა ქვია აი ეხა ეკრანზეა რა აი ეს ვნახ ეს კადრი ვნახე ეს არის სტეფან წმინდაში რა კი ბატონო წარმოუდგენელი ამას აი ეხლაც გეპიცები ჟვანტელმა დამეარა ამას რამდენი უყურებ და ეს უთხარი რა უწმინდესო მეთქი თქვენ უწმინდესობა მეთქი აი ესეთი რამე მოხდა იქ და მეთქი არ მასვენებს რა ღამე მესიზმრება ხან მეთქი თვალწინ დამიდგება მივდივარ ამაზე ვფიქრობ და აი ესე ხელი დამადო თავზე და მითხრა გადაიღეო და წამოვედით მერე და შევისწავლეთ მთელი აი ამ სისხლის აღების ეს მთელი ისტორია რა ჩაუჯექით სერიოზულად რა და აღმოჩნდა რომ სკანდინავიიდან დაწყებული და აფრიკით და შუა აზიით დამთავრებული სისხლის აღება ყველგან მოსულა ყველგან არის ეს ასე ვთქვათ ესეთი ისე ნუ აღარ ვლაპარაკობ ვენდეტა და იტალია და სიცილია და ესე კინოები არის მაგაზე უამრავი გადაღებული მაგრამ ეს რაც აქ ვნახეთ ხო და საქართველოშიც ეხა მთაში სვანეთშიც არის სხვაგანაც არის ეს არის აბსოლუტურად ცალსახად ქრისტიანობის საფუძველი რაც არის რა კი ბატონო როდესაც ადამიანი განიცდის თავის ჩადენილ დანაშაულს ხო და შენდობას ითხოვს და შენდობას ღებულობს რა და ეს არის ქრისტიანული მონანიება და შენდობა მწამსი საფუძველი ვაფშე არსი ქრისტიანობის ორივე არის აქა რა ერთ იმაში და ეს რო დავიწყეთ ნუ ის საოცარი რამეები ვნახეთ ამოვიღეთ ეს ძველი ისენი რა ქვია რიტუალები როგორ ხდებოდა ეს ამბავი ხევში სხვადასხვანაირად ხდებოდა სხვაგან ხევში არის წარმოუდგენელი სპეციალური ადგილი იყო სამანსაყუდი ქვია რა სადაც ასე ვთქვათ და ხევის ბერს ერქვა გაგა და როდესაც ესეთი რამე მოხდებოდა ამან სამან საყუთში მთელი რიტუალი იყო ზარები ირეკებოდა ეს გააღებდა კარს სპეციალურად ჩაცმული შემოდიოდა შემოყვებოდა ამ ორივე გვარის წარმომადგენელი 12 კაცი შეიარაღებული მიდიოდნენ ამ სამან საყუთში სპეციალურ ადგილას სადაც ამოთხრილი იყო ორმო სასაფლაო
ეხლა მოკლედ ყვები ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო სერიოზული, ასე ვთქვათ, რიტუალია, მაგრამ და რა შეგვიძლია, იცი? ამ ორივე აი ამ გაგას ამტრევდნენ ხმლებს და ყრიდნენ ამ ორმოში. ორივე მხარე. მერე ქალბატონები მოდიოდნენ, იხსნიდნენ ყველაზე ძვირფას სამკაულებს და ისინი სამაში ყრიდნენ და მერე ასაფლავებდნენ ტრობას. გატკეპნიდნენ იმ ადგილს და ტრობა იყო დასაფლავებული, მორჩა ამ ორ გვარს შორის. და მერე საოცარი რიტუალი სახში გრძელდებოდა, სახში რომ მიდიოდნენ გარდაცვლილთან, აი მუხლმოდრეკით დგებოდნენ და მუხლმოდრეკით შედიოდნენ იმაში, რა ქვია, ამ გარდაცვლილის ოჯახში, აი ეს ამ გვარის წარმომადგენლები და ნუ მთელი ახლა ყველაფერს ვერ მოყვები. ეს ხევში იყო, ეს ხევში იყო, ხევში. კონკრეტულად ხევში ეს არის სამი ისა რა ქვია, თემი, თრუსოს, თერგის და სნოს. სამი თემი. აი ეს რასაც ტრადიცია, რასაც ყვები არის, ნუ წარმოუდგე მუხლის ყრით ქვია ამ სიარული, მუხლის ყრით შედიოდნენ, გაიგე? და ბოლო რითი თავდებოდა, ნუ სუფრა როგორც ყველგან საქართველოში, ახლა იქაც იყო რა დასაწყისში წყალს და პურს, ასე ვთქვათ, მიიღებდა გაგა და ბოლოს უკვე პურს და არახს და ყველანი, ნუ მთელი ძალიან დიდი რიტუალია, რა ძალიან საინტერესო ამას ნახავს მაყურებელი. კინოში გადავიღებთ ამას უყველაფერს და ბოლო აქტის შერიგების ცირა იყო. მკვლელი მიდიოდა მოკლულის დედასთან და მკერდზე კოცნიდა და ის შვილად ღებულობდა. და ეს იყო ბოლო, ამით თავდებოდა ყველაფერი. და კიდე ერთი ტრადიცია, რომელიც ეს ფილმშიც იქნება რა, იქ ის გვაქვს, რა ქვია, ფლეშბეკები გვაქვს, ძველი ისტორიებს ყვებით, რამდენიმე იქნება, ბევრი არა. იქ ქალბატონი ყვება, 1-12 წლის ვიყავი, ეს ისეთი ისტორია წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ჩვენი ბიძაჩემი მოკლა ამა და ამ გვარის წარმომადგენლებმა, გვარი შეცვლილი მაქვს ყველაფერი. ჩემთვის აქ არ არის საინტერესო მკვლელობა. მკვლელობა კაენმა ავედი რომ მოკლა, იმის მერე ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, აქ არაფერი ისეთი. აქ არის შენდობა. შენდობაზე ვიღებ და არა მკვლელობაზე რა, რომ ყველამ რო იცოდეს ისე რა, იმიტომ რომ რაღაცა ენები მოაყოლეს ამ ამბავს. ჩვენ ეგ გვაინტერესებს, ეს ტრადიცია ქართული. შენ წარმოიდგინე ქრისტიანობა როგორ იყო გამჯდარი, ხო ამბობენ რომ წარმართები იყვნენ თაშიო უფრო, წარმართილო, აი? საფუძველთა საფუძველი ქრისტიანული მწამსის. აი, ამ ერთ პატაია კადრს მონანიება და შენდობა. ხო და ის ყვება 12 წლის ვიყავიო და დეკემბერიაო. -20 გრადუსი ყინვაო. და მკვლელის გვარი შემოვიდა ჩვენ ეზოშიო. მკვლელი გამოეყო ამ ჯგუფსო, წავიდაო და იქ წესია და ბევრგან არის. წესი ეზოში ასაფლავებდნენ რა, მიცვალებულებს. იმ ვინც მოკლა, იმის საფლავი გადაწმინდაო, დადო ნაბადიო და ზედ დაწვაო. გარეთ. მთელი ღამეო, დედასო. ეს ოჯახიო და ჩვენი ოჯახის წევრებიც ეხვეწებოდნენ და ეუბნებოდნენ რომ შეუნდეო რა, იმიტომ რომ ცივაო გარეთო და დედა პასუხობდა რომ ჩემ შვილსაც ცივა ამ შავ მიწაშიო. დილა რო გათენდა, ეს კაცი გაყინული ნახეს. ეს რომელიც რაღაცა აგია. საფლავზე. რაღაც არ ადგა. აი რომ დაწვა. იმ საუკუნეში ხდება ეს. ამ საუკუნეში ხდება კაცო. მე-20 საუკუნეში ხდება რა. ესე იგი შენდობა რო არ მიიღო, დედისგან არ ადგა და გაიყინა. შენ დაწყებული გაქვს შენ ეს მოძიები კი, არა ეს მოვიძიეთ სულ ყველაფერი ხო გეუბნები, ეხა ბევრი დრო არა გვაქვს რომ ეს რომ მოუყვება, მაგრამ ამას კინოში მოუყვებით ყველა. ამას ნახავს მაყურებელი რა. რამ გამოიწვია ესა და მე დარწმუნებული ვარ რომ როდესაც ამ ლოცვა კურთხევას მაძლევდა, ხო, ეს ყველაფერი ეხა მაგ სნოდან იყო წარმოშობით, ხო, დედა კოკობაიძე ყავდა. უწმინდეს და შიოლაშვილები არიან, ხო, იქ დელი ამბავი ისწავლის ისტორია. დარწმუნებული ვარ რომ ამან ეს ყველაფერი იცოდა. როგორ არ იცოდა რა თქმა უნდა. და ისიც ესმოდა რომ რახან ეხლა ეგეთი ეხლა ეს რაღაცა იმისავი დამიტოვა რა გეგონება ანდერძად დამიტოვა ბუნებრივია რომ დავიწყეთ ამის შესწავლა და მე მინდა ვთქვა რომ არ ვფიქრობდი ამის გადაღება არა თავში არ მომსვლია სანამ აი ახელი არ ნახდათ არ ვაპირებდი რა ეხლა ერთია მოწამე არ ვაპირებდი მაგრამ მე შემხვდა საოცარი ადამიანი დათო დუნდუა ახალგაზრდა ბიჭია სცენარისტი რა ვინც დიდი ნაწილი ამ სცენარის, რომელიცაც ახლა ფილმს ვიღებთ, მან დაწერა რა, ეს თანამედროვე დრო და რაც ხდება, იმიტომ რომ ეცი როგორი ამია, მარტო ტრადიცია რო გადაიღო დღეს.
არა მარტო უცხოელი მაყურებელი ხო, ნუ ეხლა მარტო ტრადიციას მაინც და მაინც დღევანდელ პირობებში არ უყურებენ რა. მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმდენად მინდოდა რომ საერთაშორისო თანამეგობრობას და ეხლა წინა პირობა მაგის არის 24 ფესტივალზე ვარ ნამყოფი 6 ფესტივალი მოგებული მაქვს. ესე იგი ეხლა ნებისმიერ იმ ფესტივალზე რომელიც ნამყოფი ვარ, ჩემი გვარი და სახელი ფილმი მიდის უკვე. შეიძლება მიიღონ იმაში კომპეტენცია შეიძლება არ მიიღონ, შეიძლება ისე აჩვენონ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ესე იგი მაგ ესე გეტებურგი, ბერლინი, ტოკიო, სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი რა მე ეს ფილმი წავა იქ მხოლოდ იმიტომ რომ ავტორი მე ვარ. ხო და ამიტომ ამ ბიჭმა საოცარი სცენარი გააკეთა. ესე იგი დეტექტივია რა. წარმოიდგინე მკვლელობა ხდება აღდგომა ღამეს. იმაში რა ხევში და ამას ყველას ესმის რომ ამას შეიძლება მოყვეს ასე ვთქვათ სისხლის აღება და მთელი ამბავი თან ორივე გვარი ძლიერი გვარია თბილისიდან აგზავნიან ქალს გამომძიებელს ამასაც თავის წინაპირობა იკაურია ფირცხელაური ძალიან ისეთი გვარია ფირცხელაურების და ისეთი ოჯახიდან არის თვითონ და თანაც ქალია რა იმიტომ რომ იქ პოლიცია ჩარევას ერიდება რომ შეგაიგე შენ არ არის მარტივი როცა ეგეთი ორი გვარი ერთმანეთს დაუპირისპირდა და მიდის და ეგ შენია როგორ იცი და ის მოგონილია ყველაფერი არაფერი გარდა იმისა რომ ეს მკვლელობა მართლა მოხდა და ეგეთი მკვლელობა წელსაც მოხდა სამწუხაროდ წელსაც აღდგომას ეხლა მკვლელობები სუხდება იქ მეტი არაფერი არ არის იმ მკვლელობიდან რა რამაც განაპირობა მარტო ესა გვაქვს იქიდან აღებული შენდობის რიტუალი ის რიტუალები ადრეც ყოფილა მაგრამ გადაღებული აი ესე რომ გვენახა ჩემ პირველად ეს ვნახე და ამიტომ ამან განაპირობა ვთქვა და იქ არის ნუ ის დიდი შემსრულებელია და არის იქ სროლა და ერთმანეთს და 4 დღე აქვს გასვენებამ უნდა მოხდეს ეგ ამბავი ამას ვიყენებთ ამ ფილმში აჰა გაიგე და იქ არის აი სანამ დაიგზალება ხო სანამ დაიგზალება და არის იქ დევნა და სროლა და ექშენია მთელი ფილმი აი თვალს ვერ მოწყვიტავ ეკრანს ისეთი რამეები ხდება რა რა ეტაპზეა გუგა ეხლა კასტინგი გვაქვს სახიობების შერჩევაზე ეხლა 20-ში 22-ში მივდივართ იქა 1-3 კვირით და იქ ჩამოდგება ფილმი იქ შედგება რა ეხლა ჯერჯერობით მოსამზადებელ პერიოდში ვართ გადაღება გვექნება სექტემბერში სპეციალურად ავირჩიეთ სექტემბერი შეგვეძლო გაზაფხულიც მაგრამ ესეთი სილამაზე მთაში როგორც შემოდგომაზეა არავინ არ ათქვა ეს არის რაღაც წარმოუდგენელი პალიტრა რა ნუ აი მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი იმპრესიონისტები ინატრებდნენ მთაში ყოფნას შემოდგომაზე საქართველოში რა ორი აზრი არ არსებობს რა თუ გაითვალისწინებ რა ვან გოგებს და გოგენი იმაში წავიდა პოლინეზიაში ფერების გულისთვის წავიდა ეხლა და აქ რო ფერებია მთაში სექტემბერში და შემოდგომაზე ნუ წარმოუდგენელი ფერებია და ამიტომ ეს მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ რომ ეს სათხდება ეს ამბავი ხო ეს ეთნოგრაფიული ელემენტი ეხლა იმას ვთხოვე რა ქვია ზვიად ბოლქვაძეს ვთხოვე კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე იქნება მიშო ჯავახიშვილი დამეხმარა და რუსთავის ანზორ ერქომაიშვილი 60-იან წლებში და 70-იან წლებში ხევში ჩაწერილი სიმღერები აი უძველესი მომცა და ზვიადი მაგას ნუ მოკლედ ტანსაცმელზეც ვფიქრობთ ყველგან არა მაგრამ ელემენტები იქნება აი ხევში რაც ხო არა ეს არის ნუ დიდი ფილმი რომელიც აჩვენებს ვინა ვართ რა საერთოდ რა ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში ამ ერთი ციცქნა ქვეყანაში 4 მილიონი ვართ სულ და რა ტრადიციები რა ერთგულება ვთქვათ რწმენის და ქრისტიანობა რამდენად იყო გამჯდარი ადამიანებში ხო ისე ვიმეორებ ეს სხვა არაფერი არ არის თუ არა ქრისტიანობის ერთგულება ხო კი ბატონო აბა სხვანაირად ამას როგორ ახსნეხ როგორია რა შენდობა შვილ გვესმის ვიზია ლაპარაკი და როგორ არის და შვილად მიღება ნუ აი წარმოუდგენელი ტრადიციაა რა და მკვლელის შვილად მკვლელის ხო და მაგას ვიძახი და ნუ აი ძალიან ბევრი ისტორიები ხა რა თქმა უნდა ერთ ფილმში ეს ყველაფერი ვერ ჩაეტევა მაგრამ რამდენიმე ავიღეთ ისეთი რომელიც აი ყველაზე ისეთი დამახასიათებელია რომელიც აჩვენებს აი სიღრმეს აი ამ ფილოსოფიას ქართულ ფილოსოფიას ამ 2000 წლოვან ქრისტიანობას და 3000 წლოვან სახელმწიფოებრებს იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გქონდეს ის გადაწყვეტილებები რომ მიიღო რასაც იქ დღევანდელი წარმომადგენლები ღებულობენ ვთქვათ სახელმწიფოსი რა როდესაც ქალს ირჩევენ როდესაც გამომძიებელი მოყავთ არა ვთქვათ იქაური არამედ იქიდან თან ქალი იმისთვის რომ იქ პრობლემები ისედაც საზეხარ ორი გვარი არის
ეგ ვინც იცის, ვთქვათ, რა შეიძლება ამას მოყვეს, ხო? ბევრმა იცის, ეხლა ნახევარი საქართველოს მთაში ცხოვრობს, ამიტომ აქ ახალი არაფერი არ არის, მაგრამ თვითონ ეს როგორ ვითარდება და რითი თავდება ეს უყველა. სცენარი მზად არის. მზად არის და ნუ მომზე უკვე მიდის რა. არა პროფესიონალები თუ პროფესიონალები, კასტინგი, მსახიობები რო. ეხლა იცი როგორია, მე ამას არ ყოფ ესე რა, მე ოთარ იოსელიანის ვასწავლი და რეჟისურას. მე ეხლა ლევან პაატაშვილის ჯგუფი დავამთავრე კინო და თავიდანვე რეჟისურობას ვაპირებდი, მაგრამ მაშინ უკვე პატარა 27 წლის ვიყავი რა, როდესაც ეს გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა და მაშინ მივხვდი რომ კინოს აესიღებს რა, აი რაც ეგერ დგას. შეიძლება ძალიან მაგარი იდეები გქონდეს, მაგრამ ეს თუ არ იცი ობიექტივი განათება, კომპოზიცია, როგორ დგება, რა ხდება, როგორ ხდება, ის იდეება დაგჭება. ძალიან მაგარი, ძალიან ულუსოვსკის ბრალდება ეხა კალატოზოვის ეს ტრიალები და ამბავი და ამ დროს იყო ვასილ ამაშუკელის შორს არ წახვიდე რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა აკაკის ეგ არის ლეგენდარული ჯიმშვანდი ეგ არის წარმოუდგენელი ბოლომდე გააზრებული ჩვენ არა გვაქვს ერთმა კაცმა ერთი აპარატით აი ესე როგორ მოახერხა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ეგ არის საერთოდ 100 წელი რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 100 წელიწადზე მეტია კინოს აკეთებენ ერთ-ერთია 1908 წელსა კამაშუკელს გადაღებული დოკუმენტური ფილმები. 120 წლის წინ. 97-ში ლუმიერებმა გამოუშვეს. ხო, 96-ში. კაპუჩინების იმას ბულვარში პირველად აჩვენეს კადრები, ხო. და მე მინდა გითხრა, რომ ესეთი ისტორია კინემატოგრაფიული, როგორც ჩვენა გვაქვს, ძალიან ცოტა 1-60 ქვეყანას ააგდა. მეცაც გეტყვი, გოსკინპრომს რო ეძახიან. აი ახლა ის იმისი დავით აღმაშენების და თამარ მეფის კუთხეში რო არის. ეს პავილიონი არის 100 წლის, მომავალ წელს 100 წელი უსრულდება. 100 წელი პავილიონი. 100 წლის წინ პავილიონი მედაშენ, ხო და დღეს არის მანქანების სადგომი. და მე მინდა ყველა საყურავდგებო თქვა იმ ადამიანებს, ვინცაც სადგომი აქვთ იქ. იმ ადამიანებს, ვისაც დამოკიდებულია, რომ ეს ისტორიული, ორმაგად ისტორიული, არქიტექტურულად, კინემატოგრაფიულადაც, ხელოვნების თვალსაზრისით, ტრადიციის თვალსაზრისითაც ეს სტუდია ეს უნდა აღდგეს აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე და მანქანის სადგომები გააკეთონ სხვაგან და არა 100 წლის პავილიონში და 100 წლის სტუდიაში. რას გავს იქაურობა უნდა ნახო რა და მადლობა ღმერთს დღეს მგონი მიეხედა ყოველ შემთხვევაში აი წინაპირობა იმის ახლა თქვა ახალი მინისტრია აი თაკო რუხაძე ქონდა მაგასთან შეხვედრა და იქ ამ კინოცენტრის დირექტორი და რამე ყველა აზე მოვიდა რომ ეს უნდა კახაცს ველაპარაკი კალაძეს. მეთქი ეს უნდა დაუბრუნდეს კინოს. სადგომები სხვაგან გააკეთონ რა მანქანის. კი ბატონო. ხო, ასე რომ დიდი ტრადიციაა კინემატოგრაფიული საქართველოში, ძალიან დიდი რა და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ამ ტრადიციას ხელი უნდა შეეწყოს აუცილებლად. ამის წინაპირობას ვხედავ, იმიტომ რომ როგორც ცეკვა და სიმღერაა ქართველების სულში და არსშია, ისე არის კინოც, იცოდე რა. მე ხა 17 წელიწადი თეატრალურ ინსტიტუტში ვასწავლედი, ხო? და მინდა გითხრა რომ ნუ აი ნიჭით სავსე ადამიანები მოდიოდნენ. თან როგორ მოდიოდნენ, იცი სანამ ისწავლიდნენ უკვე ჩანდა რა, რომ აი აქ ესმის ესე მე ეს თქვათ პროფესიონალიზმის საკითხი ცალკე თემაა, მაგრამ ის რო ესმის, აი ამბავ ისევე როგორც სიმღერა, აი ხა ნახე ეს რანინა რო არის კონკურსი. ხო შეიძლება? არა, წარმოიდგინე უცრემლის გარეშე ვერ უყურებ ერთს მერე. ეს რაღაცა წარმოუდგენელი არის. ეს რას ვისმენ და რას უყურებ, ბიჭო, ეს პატარა ძღინკები გამრამხმინებია. სასწაული ბავშვები, სასწაული. და მადლობა ღმერთს და ეხლა ეს თქვათ იგივე პატრიარქის მიერ თქვათ ეს სალოდვარო სკოლები რო გაიხსნა მთელ საქართველოში და პრაქტიკულად რეგიონი არ არის დღეს რომ ის გუნდები არ იყოს. ამ ბავშვი ქართულად თუ მღერის და ქართულ სიმღერას თუ მღერის და ქართულ საგალობელს თუ მღერის ის ქართველად გაიზრდება. ერქომაიშვილის უზარმაზარი არა, ნუ ის ცალკე თემაა საერთოდ. ანზორ ერქომაიშვილი მოვლენაა ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში. იგივე თაყაიშვილია მე რომ ხო, რას ლაპარაკობ, მაგას საოცრებები იქნა. ხა რუსთავი ნუ შეხედე რა, იმ დღეს ვიყავი, იმ საიუბილეო კონცერტი ქონდათ ოპერაში, ნუ აი რა კინაღამ არ ვიცი რა. აი აუფრენდი რა, ერთ მომენტში სკამიდან ავიწიე ისეთი მაღალი დონის ხელოვნებაა, ხო და ეხა ხო გეუბნები ეს ისე ვამბობ რა, ეს არის ძალიან დიდი განძი. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ბავშვი თუ გაიზარდა ქართული საგალობლის თანხლები და ქართული სიმღერის და ქართული ტრადიციის, ქართული ცეკვის, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო აი რუსთავი მაგით არის რა, რომ ცეკვაც არის, სიმღერაც არის, ერთად უყურებ ორივეს, ისმენ და უყურებ, ხო? მე რომ მკითხო ბალეტი, ამბობენ კიდეც, რომ ბალეტი ქართული ცეკვიდან არის წამოსული.
ვახტანგ ჭაბუკიანმა საერთოდ კაცის პარტია, ვახტანგ ჭაბუკიანმა ხო და მე რა მაგას საერთოდ არ არსებობდა კაცის პარტია. დაყავდა ქალი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის და ისევ კინოს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ხო ჩემი პროფესიაა და 40 წელიწადია ამ პროფესიაში ვარ და მინდა გითხრა რომ ერთ-ერთი ვთქვათ ბაირაღი, რომელიც ქართველ ერს ხელში უჭირავს, არის ქართული კინო. და მაგას უნდა ძალიან სერიოზულად მიხედვა და დახმარება და გადატანა იმ სფეროში, რა სფერობითაც ხელოვნებაა და არა რა სფეროშიც ის არის. დრო დაგვიმთავრდა გოგა და მინდა მადლობა, უღრმესი მადლობა გითხრა და რომს კითხეს, რომს, რომ რა ჭირდება რეჟისორს პირველ რიგშიო. და ჯანმრთელობა რომაობას ვთქვა რა. მართლა ესეა, ნუ ხე ჯანი საჭიროა. აი მაგ ჯანს გისურვებ ესე რა, ჩემოწმაო და წარმატებები წარმატებზე ქონოდა. თქვენთან ერთად ღმერთმა და მადლობა ღმერთს რომ გააკ ეს ჯანი, დღესაც ვიცი რომ დაცურა ვიცი მომდის. ჩიტებს მოაქვს ამბავი. მოკლედ და დაცურა სპორტულად ხარ, ფორმაში ხარ, ყველაფერი, რამე რომ იყოს ხესაც შემოახტები კიდე და გააჭედებ, გააოთხებინებ ვიცი კიდევაც და ხაინდრავა ვარ ბიჭო და ეგ აბამუჭრობილი ცხენოსნები იყვნენ. მარგალური თუ იცი, მე არ ვიცი. არც მე არ ვიცი. და სულ ეგ მე მარგალური კი არა. უნჩხორი ვაიჩუნო, ბუჭო ვაგიჩუნო. მარგალური კი არა ბიჭო, ის ქართული რო ვიცი ეგეთ გასაკვირია ხა ამ ისტორიის პატრონებს ყაზახეთი გადასახლება იქ-იქ. მაგრამ მაინც მარგალები ვართ ეხა არ უნდა ეხა აბა. გასაპარაკო ფიქაური იქ ამაკ ფესვი რა, ეხლა ხაინდრავში რო ჩავდივარ ზაგზაგი მაწყებინებს რა. მართალია იქ ეხლა აღარ არის, მაგრამ მე ვიცი სად იყო, რა იყო, როგორ იყო და რანაირად იყო, ჩემი ფესვი საიდან მოდის და მიხარია და მე ამაყება რომ ესეთი გვარის წარმომადგენელი ვარ. ისოცხლე და ჯანი ჩემო. თქვენც ასევე. ჯანი და ახლა მადლობა ყურადღებისთვის და დაპატიჟებისთვის. ნიჭი შენ მაგის გააქვს რომ რამენად მოახერხებ. ჯანი მოგცეს თითქოს ღმერთმა შემოკარგო და გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა ბატონებო და ქალბატონებო და აი ესე გემშვიდობებით აი ესეთ შვედიერი ნოტაზე და ოპტიმისტური განწყობით, იმიტომ რომ გოგა ამ ფილმს დაიწყებს და დაამთავრებს და აი მაგრამ ვისიამოვნებ დარწმუნებული ვარ ამ ფილმით რა. მომავალ ხუთშაბათამდე ეს იყო ჯაპანას პაპანაკება. აბა ჰე და აბა ჰო.